ჩვენს საყვარელ YouTuber-ებს, კომენტატორებსა და უბრალოდ კარგ თანამოქალაქეებს საჩუქრად საშვი რეკორდისგან. გოაც მისი საყვარელი ფრანც ფერდინანდი. აგერ. ფრანც ფერდინანდის მეორე ალბომი, საუკეთესო ჩემი აზრით. კალას კი როგორც მე ამბოხეს Green Day. American Idiot. მე ამბოხეს. კალას როგორც idiots, American Idiot. იმედი ეს ამოვნებთ. ეს ჩემი. ძალიან დიდი მადლობა. ჩემი მადლობა ძალიან. ბიჭო, არ მქონია ეს, ანუ ეს CD არ მქონია, ანუ სახში ბევრი CD მაქვს, რომელიც ცხოვრების განმავლობაში ნაყიდი მაქვს და ისეთ ასაკში ვყიდულობდი უბრალოდ, რომ ეს რო გამოვიდა, ეს არის რაც 4. უკვე აღარ ყიდულობდი CD-ს, რა, იმას Gold-დან საინაც Avoid-დან ვიწერდი იმეებს, რა ქვია, კომპიუტერში ალბომებს, ანუ უკვე დიჯიტალზე ვიყავი გადასული და მაგიტო ეს CD არ მქონია. ვა, Green Day-ის რომელი სიმღერა მოგწონს ყველაზე მეტად? Basket Case. American Idiot-ის გაიარე. Basket Case-ი გაია. Wake Me Up When September შენთვის ის არის ძალიან Coldplay-ია. ძალიან Coldplay-ს კეთბიტის. არა, კაია, კაი სიმღერაა ეგეც. ეგ იმაზე ომზე არის რეალურად. კი, კაია. და ეს ძალიან მაგარი ალბომია. Franz Ferdinandes მეორე ალბომი You Could Have It So Much Better. ყველა სიმღერა კაია. რავი, ეგეთი ალბომი ბევრი არ არის, რომ ყველა სიმღერა კარგი იყოს. ამდენი სიმღერას 1 2 3 4 5 6 7 8 13 სიმღერაა და 13-ვე არის ძალიან მაგარი და ეს ვაფშე რავი ძალიან რა დაუფიჯო. ეს თანამედროვე ვერსია, რაღაცა გარეტროებული. მე მქონდა Walkman-ი და ისე მიყვარდა, რომ ეს უკვე მონიტორიანი Walkman-ი მქონდა, პატარა მონიტორი მქონდა. განყუთვა. აი, თელისინია პროფნახე რა, ჩემი. ასაწყობი. დისტანციონი აქვს ბიჭო? დისტანციონი შეიძლება მარტო. დისტანციონი რა არის შეჭი? დისტანციონი რა არის? დისტანციური. არა, დისტანციონი ხო იცი ვინ თქვა რა არის? ცოტნემ შეჭი. მართლა? ხო არის ცოტა. პოსლიკა და დისტანციონი ორი სიტყვა არის. ის რა ქვია ამას მართლა დისტანციონი ხო რაღაც ორი ქართულად მოფიქრებული ვარიანტია. პულტი. მართვის ხელსაწყო. არ ვიცი. მე მგონია პირდაპირ ქართულად მეგობრებო ხო არ გაქვთ რამე ვერსია? პულტი როგორ არის? აუ ძალიან კაი რაღაცაა. აი, აქედანაც აქვს, ნახე გადახვევა. ეს რა ღირს ნეტა, ძალიან საინტერესო არის. აქვს თავისი ესთეტიკა, როცა მე ვსუსმენ ვინილებს, მაინც. აი, ხო შეგიძლია რომ იგივე ინტერნეტში მოისმინო, მაგრამ ბიჭო, ის არის ხმა ცოტა რა თქმა უნდა სხვა არის, ბევრად უფრო სუფთაა. როცა ვინილით უსმენ, ხო. თუმცა იმ ხელამ აი ძალიან ის თუ არ ხარ, აი ძალიან ჩამკვდარი მელომანი თუ არ ხარ, ეგეთი სხვაობა არ არის. ესე პროსტა ესე რომ მუსიკას მოусმინე დაჯექი და უბრალოდ ისაა რომ თავისი აი მუღამი აქვს რიტუალის ამბავში რა უფრო რიტუალური კონტია რომ აი ადექი გადმოიღეს ჩართე ჩადე და ატესო და უსმენ და ანუ და ამ დროს რაღაცას უნდა აკეთებდე ორი ვარიანტი ან რაღაც უნდა აკეთებდე ისეც მე მაგალითად ეხა იმ დროს საღებავდი კიდე კიბერზღებავდი და ის კონდა ჩართული და ეს ასწორებს რა თან პროცესში ან უნდა პროსტა იჯდე და უსმინო მუსიკას და მაგითი გაიფო რა. თორე ხა ტელეფონში ხო რა და ეგ ყველაზე კაი არის. ძალიან ძნელი გასაკეთებელია დღესდღეობით, მაგრამ შესაძლებელია მაგის გაკეთება, რომ რამე ალბომი იყიდო, აი ნუ ამ შემთხვევაში თვითონ ამ საკრაუზეც CD იყიდო, ან ვთქვათ ვინილი იყიდო, რომელიც არ იცი ბოლომდე. აი შეიძლება ერთი-ორი სიმღერა იცი ალბომიდან, მაგრამ მთლიანად ალბომი არ იცი. და ეგრე მოусმინო პირველად რა. აი მოამი მაგისი არის. იმიტომ რომ ადრე ხო მუსიკას ეგრე უსმენდი რეალურად. სხვანაირად როგორ მოგესმინა. არა, ფიზიკურადაც კოლექცია როგორ ძალიან საკაიფო. კი, მაგრამ ძვირი ღირს რა. საკმაოდ ძვირი ღირს. ვინილები ძალიან ძვირი. კომპიუტერული თამაშების ისინი ხوار შევაგროვოთ ხო ერთი პერიოდი რა, დისკები და მე მაგ.
ძალიან ძველი დისკები მაქვს არა გავმაზეების არას დინა გაჩქო ამინდა ძალიან ძველი დისკები თამაშის და ეს ბიჭო მუსიკალური CD მაქვს ძალიან ბევრი ასევე და განსვერდნიანი პროსტა ეხლა ფული არ ქონდა ხოლმე არასდროს ბავშვობაში თორე აი მაგებს შევაგროვებდი კომპიუტერულ თამაშებს დიდი სია ფიღებდა ეხლა ძვირი არ აღება ფული მაგდენი 5 ლარი შეჩემა ანუ 5 ლარი არ ქონდა ხოლმე ხო ბავშვისთვის 5 ლარი იმ დროს ფული იყო რა არა კი მართალია რო დისკში ანუ თუ 5 ლარი მქონდა არ არსებობდა ჩემთვის მაღაზე კარგი რაღაცის 5 მე მახსოვს 6 იღებდა მე 6 ლარი მახსოვს რატომ არა 6 ლარი Sony 1-ის ხო ყობა შენობაში იყიდებოდა 6 არა ვერაზე ვყიდულობდი ხო და ვერაზე ბაზრობაზე უნდა გეყიდა რა მე ლეგოში ვყიდულობდი მაღაზია რო იყო CD-ს ლეგო იყო მაღაზია გახსოვს Sony 2-ის დისკები უკვე 10 ლარი ეგრე Sony 2 მე არ მქონდა ხო ანუ არც მე არ მქონდა მაგრამ მახსოვს რომ ფასი უკვე ძვირი იყო რა მე Sony 2 ვყიდულობდი და აი ვერაზე მოვდიოდით ხოლმე ძმაკაცები ვისაც აქ სკოლაში სოლაკიდან გამოვივლით და ვერაზე მოვდიოდით ხან ერთხან ხან მეორეს ხან მესამესთან და მე რო შევდიოდით ხოლმე აქ ლეგოში ლეგოს მაღაზია ხო იყო ლეგო ხო ერქვა ლეგოს მაღაზია ხო იყო მაგრამ ჩვენ მივშევდიოთ დისკების აყარა ლეგოს ვერ ვიყიდით ახლა უკვე მდიდარი ბავშვების ის იყო აქ ფუფუნება და ამ დისკებსაც ერთსაც თუ ვიყიდით ისე აი როგორ ვარჩევდით ხო იცი რომ რამე არ აგერია ცუდი არ შეგხვდეს შემთხვევით მუსიკალურ სამბობ თუ არა თამაშს ქონდა უკან გეიმპლეის სკრინშოტები რამდენიმე უკან ამხარეს ხო და უნდა მიმختარიყავ იმ სკრინშოტებით რა იყო ანუ ვერაფერს ვერ იკითხავდი თუ სადმე ნანახი არ ანოტაცია უნდა წაგიკითხე კიდე რა ხდება დაახლოებით კითხოც არ ვიცოდი მაგ დროს არც ერთი ენის რო გამეგო მეკითხულობ და ხო გითხარი ეგრე ანუ ჯანგელ რუსულად ეწერა ხოლმე ძირითადად და გითხულობდი ხოლმე პირატულის რუსული ჯანგელ ბუქი მაქვს ნაყიდი შეჩემ ისე ეგეთი იმედგაცრუება ეგეთი ცუდად 5 ლარი არ დამიხარჯავს ცხოვრებაში ისეთი იმედგაცრუებული ვიყავი სახში რომ მოვედი მე ჯანგელ ბუქი დენდიზე და სეგაზე იყო ძალიან კარგი თამაში 2D საიდ სკროლ პლატფორმები იყო და რო ჩავრთე ბიჭო ალბათ ეხა ეს ტური არის ესეთი და შემდეგი ტურიდან ცოტა ექშენი გაიჩნდება თუ რაღაც არ მთელი თამაში არის კნოპკები ჩამოდის ზემოდან და მე ვსვამ დადოთ ცეკვავენ ანუ ვალი სამკუთხედი ზედა ქვედა მაგას აწვე შეჩემ და ვის არა ქვია იმეორე ბალუ როგორც ეკვალს შენ თუ ანუ აი სრული და მე მეზობელი გამომყვა და გადავაცვლებინე მაგრამ ის რაშიც გადავაცვლებინე არც საბარგო და ეგეც მახსოვს არც არ იყო გაითამაშა მადლობა შაშვი რეკორდს ძალიან დიდი მადლობა მართლა კაი ძალიან საკაიფო საჩუქარი არის ვინმეს თუ გინდათ რომ ეს რაღაცა გადაობა და კარგი საჩუქარი გაუკეთოთ ადამიანს, მაგრამ შეგიძლიათ შაშვი რეკორდში შეეძინოთ, ალბათ ხო, იქ შეუძლიათ ამ შემდეგი საჩუქარი. ხო, კი ბატონო, შემდეგი საჩუქარი სტუდიაში. რა ხდება? მე შენ გახსენ. ლუსის თოის საინტერესო. ეს სახში სად დავუკრა, ხა ამაზე ვფიქრობ ეს. სახში სად დავუკრა ეს. შაშოს დღეს გამოიყენე ვიკიპედია? არა. აპირებ ყოველს მოგწერე Facebook-ზე და ვაპირებ Facebook page-ზე ჩვენი ოქტოპოსის და დავყალიანდებით რა იმაზე ჰუდიზე. პირველი ჰუდი და თვის გათამაშებაში რა არის ეს? ანუ შეიძლება ნაწილი რა CD-ს. ტექსტები წერია. ესე წერია, არ ვიცოდი, ესე თუ ეწერა, ესე თუ იყო, ვითომ რეული არის ისე არის. ხელნაწერს გავს ხო? ხო, ხელნაწერია. ძალიან მაგარი. ანუ ხელნაწერი არის რეალურად. ანუ ხო, უბრალოდ დაბეჭდი. აკეთებული, ხო? ეს მე ვასწრებოდა CD-ს რო ყიდულობდი ხოლმე. თუ შიგნით ესეთი იდო, მაგრამ ისწორდებოდა რა ორიგინალი, ანუ ესენი თუ იყო რა. თუ ცარიელი იდო, просто ორი ცალის რო იყო ხოლმე, просто სახელი რო ეწერა რაღაც, მაგრამ იტყდებოდა. რატო მე რო ჩამოკრა მაგაზე თუ შეიძლება. ის რო შევახსენოთ ხალხს, რომ ბეცონის აპლიკაციაში იქნება გათამაშება თვის ბოლოს და რას მოიგებს? შევახსენე. თქვენ რო უსმენდით გადაცემას, ყურადღებას რო აქცევდეთ აკაურობას და ყლეზე რო არ გეკიდოთ, უკეთესი იქნებოდა.